ზოგჯერ საქმე არ საჭიროებს წლების განმავლობაში გაშიფრას, ინტენსიურ გამოძიებას ან ფრთხილ განხილვას. საკმარისია ყველაზე პატარა, ყველაზე მოულოდნელი დეტალი, რომ ბზარები დაიწყოს გამოჩენა. ფეხსაცმელზე ნაკაცრი, რამდენიმე წუთით დაგვიანებით გაგზავნილი შეტყობინება ან უდაო ძიების ისტორია და ყველაფერი ნელ-ნელა იშლება. ნომერი 10. 2023 წლის ოქტომბერში 33 წლის კუბელი, რომლის სახელიც არ სახელდება, დაკარგულად გამოცხადდა. ერთ-ერთმა ნათესავმა მიიღო ტექსტური შეტყობინება ამ კაცის ტელეფონიდან, მაგრამ შეტყობინების შინაარსი ძალიან არ შეეფერებოდა მის ხასიათს. სავარაუდოდ შეტყობინებაში ეწერა, რომ მან ხალი გაიცნო, რის გამოც გადაწყვიტა ესპანეთეთის დატოვება და მობილური ტელეფონის მოშორება. ტექსტური შეტყობინების მიმართ ეჭვის გამო ნათესავმა თეხუეკოს ხელისუფლებას მიმართა და უცნაური ქცევის შესახებ აცნობა, რის შემდეგაც სტუმრის ძებნა დაიწყო. კუბელი მამაკაცი ესტუმრა თეხუეკოს სოფელს, რომელიც სორიის ჩრდილოეთ პროვინციაში მდებარეობს. ხელისუფლებამ დაუღალავად დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ არაფერ განსაკუთრებულს ვერ მიაგნო. მათ ასევე ძალიან წირი ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ იმავე დროს, როცა მისი გაუჩინარება განაცხადეს, ერთი მოულოდნელი დამთხოვა მოხდა, რომელმაც საბოლოოდ მკვლელობის საიდუმლოს გახსნამდე მიიყვანა. 2023 წლის ოქტომბერში Google-ის მანქანა, რომელიც ქუჩებს ასახავს რუგაზე, თეხუეკოს პირველად 15 წლის შემდეგ ეწვია და მოგვიანებით საშინელი დანაშაულის ბუნდოვან მტკიცებულებას დააფიქსირებდა. გამომძიებლებმა დაკარგული კაცის სავარაუდო გადაადგილებების დადგენის შემდეგ Google Street View გამოიყენეს, სადაც ძალიან საეჭვო სცენას წააწყდნენ. მეტწილად ცარიელი შესახვევის გვერდით გაჩერებული იყო წითელი მანქანა, რომელსაც საბარგული ღია ჰქონდა. საბარგულში გადახელი იყო კაცი, რომელიც როგორც ჩანდა, თეთრ მოცულობით ჩანთას ათავსებდა შიგნით. დამატებითმა გამოძიებამ აჩვენა, რომ იმავე დღეს Google-ის მიერ გადაღებული უფრო ადრინდელი სურათიც იყო ხელმისაწვდომი. გაბუნდოვანებულ გამოსახულებაზე, როგორც ჩანს, ადამიანი ბორბლიან ურიკას მიაჩოჩებს, რომელშიც იგივე თეთრი მოცულობითი ტომარადევს. ამ ორ სურათს გადამწყვეტი როლი ექნებოდა 33 წლის კუბელი მოქალაქის გაუჩინარების ამოხსნაში. Google Street View-ის გამოყენებით პოლიციელები ორი ადამიანის, მამაკაცისა და მისი ყოფილი შეყვარებულის კართან მივიდნენ. დეტექტივებმა გაარკვიეს, რომ ორივე მხარე იცნობდა დაკარგულ მამაკაცს. ქალი მისი პარტნიორი იყო, ხოლო მამაკაცი მისი ყოფილი. და ორივე დააკავეს გატაცების ეჭვით, რაც შემდეგ გადაიზარდა მკვლელობის გამოძიებაში, რომელმაც დაკარგული მამაკაცის პოვნა გამოიწვია. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში მისი თორსი აღმოაჩინეს არაღრმა საფლავში ახლო მდებარე სასაფლაოზე, რაც დაადასტურა, რომ მისი გაუჩინარება მკვლელობის შედეგი იყო. Google Maps-ის მიერ მოწოდებული მცირე დეტალების გარეშე ამ საქმის გამოძიება შეიძლება მეტი დრო დასჭიროებოდა, ან საერთოდ ვერ ამოეხსნათ. სურათებმა პოლიციას დაეხმარა დანაშაულში გამოყენებული საეჭვო ავტომობილის იდენტიფიცირებაში. ნომერი 9. თეხუეკოს სოფლის მკვლელობა ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა Google-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერიოზული დანაშაულის გახსნაში. 2003 წლის იანვარში 57 წლის ჟანინ პეტრიკი, სამი შვილის დედა, გაუჩინარდა დურხემში, ჩრდილოეთ კაროლინაში და Google-ზე აღმოჩნდა უთხოვარი მტკიცებულება, რის შემდეგაც საქმე გახსნილად ჩაითვალა. ჟანინი ჩელისტი იყო, რომლის შვილებსაც მისი ჰობიები სასაცილოდ, ექსცენტრულად და ყოველთვის მომხიბლელად მიაჩნდათ. მისი საყვარელი ადამიანები მას ბუნების ძალად აღწერდნენ, რომელიც არატრადიციულ გართობებს ეწეოდა, როგორიცაა მუცლის ცეკვა და დურხემის სიმფონიურ ორკესტრში გაწევრიანება. მან თავისი ვაჟები ვერმონტში გაზარდა, მეუღლე ჩაზთან ერთად, მაგრამ როცა ის 1995 წელს გულის დაავადებით გარდაიცვალა, ჟანინმა იგრძნო, რომ გარემოს შეცვლა აუცილებელი იყო. დურემში მან რობერტ პეტრიკი გაიცნო და ისევ შეუყვარდა. რობერტი, რომელიც 50-ებში იყო და განქორწინებული, ჟანინის მსგავსად მუსიკის, ხელოვნებისა და კულინარიისადმი გატაცებას იზიარებდა და 2001 წელს ისინი ბედნიერად დაქორწინდნენ. მაგრამ 2022 წლის ბოლოს ბნელი ცვლილება ელოდათ. ჟანინი ახალ სამსახურზე ემზადებოდა, როცა მოულოდნელად მეგობრებსა და ოჯახთან კონტაქტი გაუწყდა. 2003 წლის იანვარში ის ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა. რობერტი ამტკიცებდა, რომ ის სიმფონიიდან სახლში აღარ დაბრუნებულა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქაც საერთოდ არ მისულა. სამი შვილის დედის ძიების გაგრძელებისას დეტექტივები მათი მთავარი ეჭვმიტანილის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვების პროცესში იყვნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ჯენინ პეტრიკის ცხედარი Falls Lake-ში მის სახლიდან 10 მილის დაშორებით იპოვეს. ორმა მეთევზემ წყალში მოტივდივე დიდი ტენტი შენიშნა. კორონერმა ის ამოიღეს და ანალიზზე გაგზავნეს, რამაც დაადასტურა, რომ ნაშთები დაკარგულ ქალს ეკუთვნოდა. გაუჩინარება ოფიციალურად მკვლელობად გამოცხადდა. შემდეგ თვეებში დეტექტივებმა გამოიყენეს ყველაფერი, რაც რობერტზე შეაგროვეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ ის მკვლელობაში იყო დამნაშავე. მათ აღმოაჩინეს, რომ ის არ იყო ის ადამიანი, როგორც ჩანდა.
ის არ იყო მოსიყვარულე ქმარი და არც ოჯახური ადამიანი, არამედ სინამდვილეში თაღლითი იყო. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ის იყო მექალთანე, რომელიც რამდენიმე არაფრის მსოდნე ქალს, მათ შორის ჟანინს, თულს ატყუებდა. მათ შეისწავლეს მისი წარსული და აღმოაჩინეს თხუილების, მოტყუებისა და რომანების სერია, რაც ერთ დასკვნამდე მივიდა. ის ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა. გამომძიებლებმა ეჭვი შეიტანეს, რომ თაღლითობები და რომანები შესაძლოა მკვლელობის მოტივი ყოფილიყო. შეიძლება ამტკიცებდნენ ისინი, ჟანინმა ყველაფერი გაიგო და რობერტმა მისი გაჩუმება სცადა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მათ არ ჰქონდათ რეალური მტკიცებულება, რომ სწორედ მან წაართვა ჟანინს სიცოცხლე. მაგრამ Google-ს ჰქონდა. დეტექტივებმა კომპიუტერის ექსპერტს მიმართეს, რომელმაც რობერტის საძიებო ისტორია შეისწავლა და იქ მისი ცოლის ყველობის ზუსტი სცენარი აღმოაჩინა. საძიებო სიტყვებს შორის იყო კისერი, გადატეხვა და დამთრევა. მან ასევე ჩაატარა ფართო კვლევა ტბის დონეებზე, ნავების ჩასაშვებ ადგილებზე, წყლის დინებებზე და ყველაზე დამამძიმებელ მტკიცებულებაზე, როგორ მიიღო ცდომა ფოლსის ტბაზე. ეს საძიებო სიტყვები დათარიღებულია 4 დღით ადრე, ვიდრე ჟანინი დაკარგულად გამოცხადდებოდა. 2 საათის მსჯელობის შემდეგ, როცა მათ მხოლოდ საძიებო ისტორია ჰქონდათ მხედველობაში, ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს, რობერტ პეტრიკი პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავ-დამნაშავეთ და მის დანაშაულებზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ნომერი 8. Sidney Lupi დაიბადა ბროკენბოში, ნებრასკაში და გაიზარდა და არკადიაში, 2000 წელს კი ნილიში გადავიდა. ის ცნობილი იყო თევზაობის უნარებით და ინტერესი იჩენდა გოლფისა და კალათბურთის მიმართ. როცა მოზარდი იყო, მას სკოლიოზი განუვითარდა, რამაც სპორტით დაკავება შეაწყვეტინა. 2011 წელს კი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ადგილობრივ Menards-ის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, მათ შორის მძიმე დეპრესია და შფოთვა, რომლებიც როგორც ჩანს, პიკს მიაღწია რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ის 2017 წლის 15 ნოემბერს 24 წლის ასაკში გაუჩინარდებოდა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, სიდნი მაინც ცდილობდა ცხოვრებით თქმობას და გეგმავდა Tinder-ზე გაცნობილ პირთან პაემანზე წასვლას. მან ცოტა ხნის წინ ვებ-გვერდზე ვიღაცა გაიცნო და მათ დაგეგმეს შეხვედრა უილბერში, ნებრასკაში. მისი ნაცნობების უმეტესობას ამ გეგმების შესახებ არაფერი იცოდა. ისინი მხოლოდ იმ პოსტით შეიტყვეს ამის შესახებ, რომელიც მან გაუჩინარების დღეს გამოაქვეყნა. სიდნის გაუჩინარებიდან 3 კვირის შემდეგ მისი დანაწევრებული ნეშტი ნაპოვნი იქნა უილბერის ნებრასკას მახლობლად, ხრეშის გზაზე. გამოძიების დროს დეტექტივები დაბრუნდნენ იმ პოსტთან, რომელმაც სიდნის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მისი გეგმების შესახებ გაუჩინარების დღეს აცნობა. პოსტში გამოქვეყნებული იყო მსხვერპლის ფოტოწარწერით, მზადვარ პაემნისთვის. შემდეგ ხელისუფლება სიდნის Tinder-ზე გადავიდა, სადაც ფსევდონიმით ოდრი შექმნილ პროფილზე იყო მიმოწერა შეხვედრის შესახებ. სწორედ ოდრი იყო ის, ვისაც ახალგაზრდა ქალი უილბერში შეხვდა. გამოძიებაში კომპიუტერის ექსპერტებიც ჩართეს და მათ შეძლეს ფსევდონიმის უკანდამალული ნამდვილი სახელის გაშიფრა. ოდრი იყო ბეილი ბოსველი, რომელსაც ჰქონდა კრიმინალური წარსული, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებისთვის საჭირო ნივთების ფლობისთვის. ხელისუფლებამ გაიგო, რომ ბოსველი ეძებდა კაცს სახელად ობრი ტრეილი, Backpage-ზე. ტრეილი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო და სიღარიბეში გაიზარდა. ის ასევე ერთი მინდობითი ოჯახიდან მეორეში გადადიოდა, სანამ მოზარდობაში ციხეში არ მოხვდა შეიარაღებული ძარცვისთვის. ორივე გამოძიებისთვის ინტერესის პირად დასახელდა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ისინი სიდნის შეხვდნენ შეთანხმებულ დღეს. ისინი დააკავეს და საფუძვლიანად დაკითხეს, რაც საბოლოოდ ტრეილის ქაოტურ აღიარებათა სერიას გამოიწვია. სასამართლოში პროკურორებმა გამოიყენეს არა მხოლოდ Tinder-ის ტექსტური შეტყობინებები, არამედ სხვა მრავალი მცირე ინფორმაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ტრეილი და ბოსველი პასუხისმგებელი იყვნენ სიდნი ლუფის წინასწარ განზრახ გველობაზე. მტკიცებულებებს შორის იყო მაღაზიის ჩანაწერები, სადაც ეს ცხვილი ყიდულობდა 1 ფუტია ლითონის საჭრელ ხეხს, მავთულის საჭრელელებს, გადასაფარებლებს, დამწვეტილ დანას, 30 გალონის ნაგვის პარკებს, რამდენიმე გალონ ქლორს და ხის საჭრელ ხეხს. ეს ნივთები პირდაპირ იყო დაკავშირებული ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და სხეულის დანაწევრებასთან. ტრეილი და ბოსველი საბოლოოდ პირველი ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლეს. ნომერი 7. 1935 წლის 25 აპრილი იყო კუკის აკვარიუმის აბანოებში, სადაც კუკის სანაპიროდან მოყვანილი ვეფხვის ზვიგენი ცხოვრობდა. დაჯერიდან ერთ კვირაში პერსონალმა და ხელისუფლებამ გააცნობიერეს, რომ ამ ზვიგენს საიდუმლო ჰქონდა. ის აუხსნელად დაავადდა და მოდუნდა, მაგრამ მაინც გამოფინეს ხალხის წინაშე და მალე ნათელი გახდა, რატომ იყო ის ავად. შემოკრებილი მაყურებლის წინ ზვიგენმა ამოანთხია ის, რაც ადამიანის ხელს გავდა. გამოიძახეს შესაბამისი ორგანოები და კიდური აკვარიუმიდან ამოიღეს. პირველი, რაც გამომძიებლებმა შენიშნეს, იყო ის, რომ ხელი ზვიგენის კბილებით არ იყო მოჭრილი. ის დანა იყო მოჭრილი.
სხეულის დანარჩენი ნაწილისა და დნმ-ის ტექნოლოგიის გარეშე პიროვნების იდენტიფიცირება რთული აღმოჩნდა. მაგრამ ხელზე უნიკალური ტატუ იყო, რომელიც ოფიცრებმა გადაიღეს და გამოაქვეყნეს გაზეთ Sydney Truth-ში, იმ იმედით, რომ ვინმე მას იცნობდა. დიდი დრო არ გასულა, რომ Edwin Smith-ი გამოჩნდა და ამ ტატუში თავისი ძმის, James Jimmy Smith-ის ტატუ იცნო. ჯიმი ყოფილი მოკრივე და ბილიარდის სალონის მფლობელი იყო, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე 1935 წლის 7 აპრილს გაუჩინარდა. Edwin-მა საჭირო დნმ მიაწოდა, რათა დამთხობა დაედასტურებინათ. ხელის მფლობელი ჯიმი იყო და ახლა პოლიცია მკვლელობის გამოძიებას აწარმოებდა, რომ ის დასმამდე მისვლა რთული არ იყო. შემდეგ თვეს გამომძიებლები მივიდნენ ჩრდილოვან ბიზნესმენთან, Reginald William Lloyd Holmes-თან, რომელიც თაღლითიც იყო და კონტრაბანდისტიც. მან ჯიმი დაასაქმა სადაზღვევო თაღლითობებზე სამუშაოდ და ორივე მათგანი კრიმინალურ საქმიანობაში ასევე ჩართავდა ყოფილ სამხედრო მოსამსახურესა და კალთაბანს, Patrick Francis Brady's. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ სწორედ ეს ადამიანი, Brady, იყო ბოლო, ვინც ჯიმი ნახა, სანამ ის აუხსნელად გაუჩინარდებოდა. შემდეგ იგი დააკავეს ეჭვის საფუძველზე და სასამართლოზე წარადგინეს. 16 მაისს სასამართლო პროცესის დროს ტაქსის მძღოლმა ჩვენებაში თქვა, რომ ბრედი კარნელადან აიყვანა, სადაც ის და ჯიმი სვამდნენ და ბანკოს თამაშობდნენ და წაიყვანა Bayview Street-ზე, სადაც ჰოლმსი ცხოვრობდა. მძღოლმა აღნიშნა, რომ ის არეული, შეშინებული და უხალისო ჩანდა, ჯიბიდან ხელი არ გამოქონდა. დანაშაულებრივი ქმედება, მსხვერპლის ცოცხლად ბოლოს ნახვა, ტაქსის მძღოლის ჩვენება და ის ფაქტი, რომ ჯიმი პოლიციის ინფორმატორი იყო, ბრედის მკვლელობაში ბრალდების საფუძველი გახდა. ნომერი 6. 1987 წლის 9 ივნისს ნიუ-ორლეანის მცხოვრები 27 წლის ანდრე დაიგლი თავისი სახლის კომფორტს გამოეთხოვა, რათა მეგობართან ერთად ვახშამზე წასულიყო ჩიჩის მექსიკურ რესტორანში. მოგვიანებით მათ ბილიარდის რამდენიმე პარტია ითამაშეს, რის შემდეგაც საღამო დალევასა და გართობაში გაატარეს მიჩელის ლაუნჯში. ამის განმავლობაში ანდრიუმ რამდენიმე ქალთან გააბა ფლირტი, მათ შორის ერთ-ერთი იყო თელმა, რომელმაც ანდრეზე განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა. თუმცა სწორედ ამ ხიარულ საღამოს ანდრე გაუჩინარდა. რამდენიმე დღის შემდეგ Andres Dam Ellis McGinley, რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრობს, შეიტყო თავისი ძმის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ. ის სამსახურში არ გამოცხადდა და ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტი შეწყვიტა. ელისმა ამის შემდეგ სამართალდამცავებს აცნობა და მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და ნელა მიმდინარეობდა, შეშფოთებულმა დამ დახმარება მოულოდნელი წყაროდან მოიწია. ის მივიდა მხედველთან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად გასართობად შეხვდა. მხედველი გამომძიებელი იყო ქალი სახელად როზმარი კერი, რომელმაც ოჯახს დახმარებაზე თანხმობა მისცა დაკარგული ანდრეს ძიებაში. მან თავის და სთხოვა ლუიზიანას რუკა მოეტანა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა მომხდარი მოვლენების დასადგენად. შეხვედრაზე მაგიდაზე გვერდ-გვერდ დააწყვეს რუკა და დაკარგული კაცის ფოტო. როზმერიმ დახუჭა თვალები და ანდრეს გამოსახულებაზე თითები დაადო. რამდენიმე წამში მან დაიწყო თავის ძლიერი ტკივილის შესახებ წუწუნი. მან აღწერა ეს ისე, თითქოს ბლაგვის საგნით დაერთხათ. შემდეგ კი დაიწყო ანდრეს სატვირთოს აღწერა, მათ შორის გვერდზე ძალიან გამორჩეული ნაგაწი. როზმერიმ აღწერა, რომ დაინახა ადამიანი გრძელი ქერათმით, რომელსაც თითქოს რაღაც ძალა ჰქონდა იმ კაცზე. და ამ ინფორმაციამ ოჯახი დააბნია, რადგან მათი ცოდნით ანდრეს შეყვარებული არ ჰყავდა. როზმერი რუკისკენ წავიდა და უეცრად თავი ასტკივდა. ამ ძლიერ მომენტში მან აღწერა ჭაობი, წყლის ზემოთ გადებული გრძელი ხიდი, ქვიშიანი სანაპირო და რიცხვი 7. მისმა თითებმა რუკაზე გააყოლეს სლაიდელის სახელწოდებას, რომელიც ნიუ-ორლეანიდან 30 მილითაა დაშორებული. მხედველი ქალმა თვალები გაახილა და უთხრა, რომ თუ ანდრეს პოვნა სურდათ, სლაიდელში უნდა წასულიყვნენ. ოჯახმა ზუსტად ასე მოიქცა და როცა გზაში იყვნენ, ელისმა დაინახა, როგორ ჩაუქროლა მის გვერდით ნაცნობმა სატვირთომ. მან გააცნობიერა, რომ ეს ანდრეს მანქანა იყო, რასაც გვერდზე გრძელი ნაკაწრი ადასტურებდა. ელისმა დაიწყო მანქანის დევნა და შენიშნა, რომ შიგნით 2 კაცი იჯდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო მისი დაკარგული ძმა. ოჯახმა იფიქრა, რომ მანქანაში მყოფი კაცები რაღაცას იცოდნენ საქმეზე, ამიტომ ახლონდებარე პოლიციას შეატყობინეს, რომლებმაც დაიწყეს სატვირთოს დევნა და გააჩერეს იგი. მოპარულ მანქანაში იყვნენ მაიკლ ფილიპსი და ჩარლზ ჟერუე, რომლებმაც დაკითხვისას აღიარეს, რომ ანდრე დაიგლი მოკლეს. როცა კითხეს, რატო გააკეთეს ეს, მათ უპასუხეს, რომ უბრალოდ აინტერესებდათ, შეძლებდნენ თუ არა ამის გაკეთებას. გეგმაში მონაწილეობდა მაიკლის შეყვარებული ქერათმიანი ქალი, სახელად დელმა ჰორნი. შემდგომა გამოძიებამ მსხვერპლის სხედარი აღმოაჩინა ქვიშიან სანაპიროზე, მანჩაკის ჭაობთან, გზატკეცილის მეშვიდე გასასვლელთან ახლოს. ორივე მამაკაცმა მკვლელობაში თავი დამნაშავედ ცნო და უადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პირობითი გათავისუფლების უფლების გარეშე. ნომერი 5.
Morris Trevisi იყო ამერიკელი მკვლელი მანიაკი, რომელიც პასუხისმგებლად ცნეს მინიმუმ 12 ქალის უკრალობაზე, თუმცა შესაძლოა მსხვერპლთა რაოდენობა 18-ს აღემატებოდეს. მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა 17-მდე მკვლელობაზე, რასაც ზოგიერთი ოფიციალური პირი ეჭქვეშ აყენებს, ხოლო სხვები ვარაუდობენ, რომ მან 20-ზე მეტი მსხვერპლი დატოვა. იმ დროისთვის, როცა ტრევისი რამდენიმე ამ საქმეში ეჭვიტანილად დასახელდა, მას უკვე ჰქონდა კრიმინალური წარსული, მათ შორის შეიარაღებული ძარცვისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისთვის მსჯავრდებულიც იყო. არსებობს მინიმუმ ერთი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორც ჩადის ტრევისი რამდენიმე საშინაო ქმედებას თავისი მსხვერპლების მიმართ. ჩანაწერი მისი ფერგიუსონში, მისურის შტატში მდებარე სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს. ის გამოიყენეს როგორც ყველაზე მყარი მტკიცებულება, რათა მკვლელობაში დამნაშავედ ეცნოთ. მაგრამ ვიდეო ჩანაწერი არ ყოფილა ის, რამაც სამართალდამცველებს ტრევისის ქალების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ეჭვი გაუჩინა. სამართალდამცველები მის კართან ტრევისის უბრალო შეცდომა მიიყვანა. მისი მკვლელობების სერიის დროს მანიაკი ყურადღებისა და ცნობადობის მოპოვების სურვილით იმდენად შეპყრობილი გახდა, რომ ანონიმური წერილი გაუგზავნა St. Louis Post-Dispatch-ის ჟურნალისტს. წერილში იყო რუკა, რომელზეც შემდეგი მსხვერპლის სხეულის მდებარეობა სქელად მონიშნული X-ით იყო აღნიშნული. ეს ადგილი კი მისურის შტატის West Alton-ში მდებარეობდა. ამ კონკრეტული მახასიათებლის შექმნაც საკმაოდ ზოგადი აღმოჩნდა. გამონძიებლებმა დაადგინეს, რომ რუკა შექმნილი იყო Expedia-ზე, როგორც თანდართუნი წყლის ნიშანი მიუთითებდა. Expedia არის ონლაინ მოგზაურობის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაგემონ-შედაგეგმონ შებულება, სთავაზობს ავიაბილეთებს, საცხოვრებელს, ავტომობილების დაქირავებას და დანიშნულების რუკებს. ამ აღმოჩენის გამოყენებით ხელისუფლებამ Expedia-ზე შექმნილი რუკა მორი ტრევისამდე მიიყვანა და ეს მისი დაკავების მიზეზი გახდა. და როდესაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა, პოლიციამ ჩაატარა მისი საცხოვრებლის ჩხრეკა, რის შედეგადაც აღმოაჩინეს წამების ოთახი, წამების იარაღები, ელექტროშოკი, გაზეთების ამონაჭრები მისი დანაშაულების შესახებ და ვიდეოკასეტა. ნომერი 4. რონალდ პლატი იყო ტელევიზორების ხელოსანი და კანადის მკვიდრი. 1990 წელს მან გაიცნო ალბერტ ჯონსონ უოკერი, ასევე კანადის მკვიდრი, ფინანსური კონსულტანტი და თაღლითი. მათ ერთმანეთს ინგლისში შეხვდნენ და მალე ერთად დაიწყეს ბიზნესის კეთება. თუმცა 2 წლის შემდეგ რონალდმა გამოთქვა სურვილი დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში. მან იყიდა ერთკვრივი ბილეთი თავისთვის და დაარწმუნა ის, რომ დაბრუნებულიყო კანადაში. უოლკერმა ასევე დაჟინებით მოითხოვა, რომ მას დაეტოვებინა თავისი პირადი ნივთები, მათ შორის მართვის მოწმობა და დაბადების მოწმობა, რომლებიც როგორც ის ამტკიცებდა, საჭირო იქნებოდა, რადგან ისინი ერთად აწარმოებდნენ ბიზნესს. 1995 წელს, როცა ფული გაუთავდა, რონალდი დაბრუნდა ინგლისში და კვლავ დაუკავშირდა თავის მეგობარსა და ბიზნეს პარტნიორს. თუმცა ინგლისში ყოფნისას რონალდი აუხსნელად გაუჩინარდა. მისი დაბრუნებიდან მალევე ადგილობრივმა მეთევზეებმა თავიანთ ბადეებში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს, მაგრამ გვამი, რომელიც წყალში იყო ნაპოვნი, გარეგნული ნიშნებით ვერ ამოიცნეს. რაც აშკარა იყო, ეს იყო როლექსის საათი, რომელიც წყალგამძლე აღმოჩნდა და წყალში ყოფნას არ დაზიანებია. როლექსის საათზე ამოთვიფრული სერიული ნომრის გამოყენებით პოლიციამ თავისი პირველი კვალი დააფიქსირა. სერიულმა ნომერმა ისინი საათის მფლობელთან რონალდ პლატთან მიიყვანა. რადგან უოკერი მსხვერპლის ბიზნეს პარტნიორი იყო და სავარაუდოდ ბოლო ადამიანი, ვინც ის ცოცხალი ნახა, პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. მან ახსნა, რომ ფიქრობდა, რონალდ პლატი საფრანგეთში იყო წასული. იმის გამო, რომ დანაშაულთან მისი კავშირი არ დასტურდებოდა, უოკერი გაათავისუფლეს. მოგვიანებით გამომძიებლები კვლავ მივიდნენ მამაკაცის სახლში, რათა დამატებით დაეკითხათ იგი. უოკერი იქ არ იმყოფებოდა, მაგრამ დეტექტივებმა ესაუბრნენ მეზობელს, რომელმაც მიუთითა, რომ გვერდით სახლში რონალდ პლატი ცხოვრობდა და არა ალბერტ უოკერი. ასევე გაირკვა, რომ ამ მისამართზე მცხოვრე პირს ეკუთვნოდა ნავი, რომელიც იმ ტერიტორიასთან ახლოს იპოვეს, სადაც რონალდის სხედარი აღმოაჩინეს. ნავიდან მიღებული GPS მონაცემები აჩვენებდა, რომ ის ზუსტად იმ ადგილას და იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც მკვლელობა მოხდა, რაც 1986 წლის ივლისის ბოლოს თარიღდებოდა. ეს ინფორმაცია ასევე დადგინდა როლექსის ენერგიის რეზერვის გამოყენებით. როლექსის მონაცემების, მოპარული პირადობისა და ნავის GPS-ის გამოყენებით სამართალდამცველებმა დააკავეს ალბერტ უოკერი და გაასამართლეს სამართლეს პირველი ხარისხის მკვლელობის, ქუდობის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ნომერი 3. William Bradford იყო ამერიკელი მკვლელი მანიაკი, რომელიც 2 ეპიზოდში გაასამართლეს, თუმცა მიიჩნევა, რომ მას 28-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავდა. 2006 წელს ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა William Bradford-ის მიერ გადაღებული ფოტოების კრებული, რომელიც მის ბინაში აღმოაჩინეს 1980-იან წლებში, როდესაც მასზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და განაჩენი გამოქონდათ. სწორედ ამ ფოტოებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მკვლელის მსჯავრდებაში. ფოტოებზე გამოსახული იყო 54-მდე ქალი, თითოეული მათგანი მოდელის პოზაში.
და სწორედ ესეთი ფოტოებით შეძლეს გამომძიებლებმა არა მხოლოდ მკვლელის მოქმედების მეთოდის დადგენა, არამედ რამდენიმე მათგანის ანალიზით დაამტკიცეს, რომ ბრედფორდი დაკავშირებული იყო მათი გაუჩინარებისა და მკვლელობების ფაქტებთან. მოდელის მსგავსმა ფოტოებმა დაადგინა, რომ ბრედფორდი მსხვერპლებს ფოტოგრაფის სახით, მოდელის კარიერის დაპირებით იტყუებდა და ხშირად მიჰყავდა იზოლირებულ ადგილებში. იზოლირებულ ადგილებში შედიოდა უდაბნოს ტერიტორიებიც, სადაც ბრედფორდის ფოტოებზე ფონად გამორჩეული კლდოვანი წარმონაქმნები ჩანდა. დეტექტივებმა, რომლებმაც ამოიცნეს ეს გამორჩეული ფონები და შეისწავლეს უნიკალური კლდოვანი წარმონაქმნები, მოიძიეს კონკრეტული ადგილი მოჰავის უდაბნოში. შემდგომში ამ ტერიტორიაზე ჩატარდა სასამართლო ექსპერტიზა, რომელმაც საბოლოოდ გამოავლინა ბანაკი, სადაც რამდენიმე მკვლელობა იყო ჩადენილი. ჩონჩხის ნაშთები და დნმ-ის მტკიცებულებები მიუთითებდა, რომ ეს იყო მასობრივი მკვლელობის ადგილი. და რადგან ეს ადგილი ჩანს იმ ფოტოებზე, რომლებიც ყალბმა ფოტოგრაფმა გადაიღო მსხვერპლთა მონაწილეობით, გამომძიებლებმა შეძლეს დაედასტურებინათ, რომ ის დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა და კავშირი ჰქონდა გარდაცვლილებთან. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტოების ფონმა საბოლოოდ გამოიწვია უილიამ ბრედფორდის მსჯავრდება, რამაც რამდენიმე მკვლელობისა და დაკარგული პირების საქმეები გახსნა. ნომერი 2. 2002 წელს სოჰამი კემბრიჯშაირში, ინგლისში, გახდა მოულოდნელი მკვლელობის ადგილი, რომელიც ორმაგ მკვლელობად გადაიქცა. აგვისტო იყო, როცა ორი საუკეთესო მეგობარი შეხვდა წითელი სახლის ბაღებთან ბარბეკიუზე. მათთან ერთად სხვა მეგობრებიც იყვნენ. კომპიუტერულ თამაშებში, თამაშისა და მუსიკის მოსმენაში დაახლოებით 1 საათის გატარების შემდეგ რამდენიმე მეგობარი სახლში წავიდა. დაახლოებით საამოს 6 საათზე ორი საუკეთესო მეგობარი ტერიტორია დატოვა. არავის გაუფრთხილებია. მათ დაგეგმეს, რომ როს პიერსის სპორტულ ცენტრში ავტომატიდან თკბილეულობა აეღოთ. ისინი შენიშნეს, როცა 4 Red House Gardens-ისკენ ბრუნდებოდნენ, college close-ის სახლს ჩაუარეს. თუმცა წყვილი Red House Gardens-ში აღარ დაბრუნებულა და მოგვიანებით დაკარგულად გამოცხადდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში 400-ზე მეტი ოფიცრის მონაწილეობით ჩატარებული ინტენსიური ძებნის შემდეგ დაკარგული გოგონების სხედრები ბუჩქებში, თხრილში გადაყრილი იპოვეს. გაუჩინარების საქმე ახლა უკვე მკვლელობის საქმედ გადაიქცა. ორმაგი მკვლელობის საქმე, მოულოდნელი წყაროს დახმარებით, ისეთივე სწრაფად გაიხსნება, როგორც მოხდა. ეს იყო ჩინჩარი და სასამართლო ბოტანიკური ანალიზი, რომლებმაც დამნაშავე სამართლის წინაშე დააყენეს. ბოტანიკოსმა პროფესორმა პატრიცია უილტშირმა გაანალიზა გადაზრდილი თხრილი, სადაც გვამები აღმოაჩინეს. მან შენიშნა, რომ ჩინჩარი თხრილის გასწრებ იყო გაზრდილი და გათელილი, მაგრამ უკვე აღდგენის ნიშნებს ავლენდა. უილტშირმა დააკვირდა, რომ ჩინჩარს უკვე ახალი ყლორტები ამოსდიოდა. ახალი ამონაყარი საბოლოოდ მისცა მას საშუალება დაედგინა, რამდენი ხანი ესვენა ცხედრები თხრილში. დაახლოებით დაადგინეს, რომ ნეშტები 2 კვირის წინ იყო გადაყრილი, რაც ემთხვეოდა მეგობრის გაუჩინარების პერიოდს. დროის ხაზმა college close-ის სახლამდე მიიყვანა, სადაც იან ჰენდლი, უფროსი სკოლის ეზოს დამლაგებელი ცხოვრობდა. აქ უილტშირმა სხვა სასამართლო ექსპერტების დახმარებით შეძლო დაემთხვია ჩინჩრის მტვერი ჰანტლის მანქანის საბურავებზე აღმოჩენილ მტვერთან. შემდგომმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ მსხვერპლები სწორედ იმ დროს გარდაიცვალნენ ეჭმიტანილის სახლთან, როდესაც ისინი გაუჩინარდნენ. 2003 წელს ჰანტლი გაასამართლეს და ორმაგ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ, რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ნომერი 1. 1991 წელს დენეს შერონ კოლბის სხედარი ფილადელფიის გარეუბანში, განუვითარებელ ჩიხში აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც ის 3 კვირის განმავლობაში დაკარგული იყო. ცხადი იყო, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი გახდა, მაგრამ დამნაშავეს გამომძიებლები მხოლოდ 28 დღის შემდეგ დაადგენდნენ. მოვლენის დროს დენიზი ურთიერთობაში იყო მამაკაცთან, სახელად თეოდორ დილ დონაჰიუ, რომელსაც მაშინ პოლიციამ დაკითხა. დონაჰიუმ განმარტა, რომ დენიზი ბოლოს ნახა ნარკოტიკებით გამოწვეული ინციდენტის დროს, როდესაც ის და მსხვერპლი ერთად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, სანამ უცნობი პირი არ გაძარცვავდა მათ. მისი თქმით, დენიზი გაიქცა დახმარების მოსაყვანად, მაგრამ მას შემდეგ ის აღარ უნახავს. დონაჰიუსთან წლების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ინტერვიუ ჩატარდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გახდიდა მას გამოძიების მთავარ ეჭვმიტანილად. მხოლოდ 2019 წელს მოხდა ისე, რომ მკვლელობის საიდუმლო საბოლოოდ გაიხსნა და დამნაშავე ციხეში აღმოჩნდა. იმ წელს Temple's University-ის პროფესორმა ბრაიან ვულფმა ახალი ტექნოლოგია, ფოტოების გაუმჯობესებული დამუშავება გამოიყენა. ვულფი სწავლობდა დანაშაულის ადგილის ფოტოებს და ასევე ფოტოებს დონაჰიუს ბინიდან, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესო პირი იყო და აღმოაჩინა ერთი შეუმჩნეველი დეტალი. დენისის ცხედართან ერთად იყო რამდენიმე ტანსაცმლის ნივთი, მათ შორის ერთი ყვითელი წინდა. 28 წლის განმავლობაში არავის უკითხავს, სად იყო მეორე წინდა. თუმცა დონაჰიუს ბინის ფოტოების გაუმჯობესებით, ვულფმა აღმოაჩინა ის დაკარგული ტანსაცმლის ნივთი. მეორე ყვითელი წინდა ედო ეჭმიტანილის სახლში.
გაუმჯობესებულმა გამოსახულებებმა ექსპერტებს მისცა შესაძლებლობა ნათლად დაენახათ ქსოვილის ტექსტურა, ფერი და სხვა დეტალები ორივე წინდისა, რითაც დაადასტურეს, რომ ისინი ერთმანეთს ემთხვეოდა. ეს მარტივი აღმოჩენა გახდა მიზეზი, რის გამოც დააკავეს და მნაშავედ ცნეს, მაშინ 52 წლის თეოდორ დონაჰიუ. დიდი მადლობა ყურებისთვის, მეგობრებო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააძახით მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიცროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ ტოპ 5 უცნობი და შემდეგ ვიდეოში ისევ შევხვდებით, მეგობრებო.